მოგესალმებით. დღეს ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის დასკვნამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშწორებაში ამხილა. ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა უმძიმეს სისტემურ ადამიანის უფლებების დარღვევებს საქართველოში რეჟიმის მხრიდან. დასკვნა ერთის მხრივ მოუწოდებს რეჟიმს დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ხაზგასმით. არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე ეს ანგარიში მოუწოდებს რეჟიმს, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის ამ გამზირზე, მათ შორის აქ, სადაც ადამიანები ერთ წელზე მეტია იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ევროპული, დემოკრატიული, ნორმალური მომავლის დასაცავად. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ანგარიში, არის ის, რომ ეუთოს საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია ამ ორგანიზაციაში და რომელიც სულ რამდენჯერმე არის გამოყენებული ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც არის რუსეთი, როგორც არის ტაჯიკეთი, როგორც არის ბელორუსი, ავტოკრატებთან, დიქტატურებთან მიმართებაში გამოიყენება ეს მექანიზმი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება არა სახელმწიფოებზე მხოლოდ სანქციების ამოქმედების და აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სანქციები არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ რეჟიმის წევრების წინააღმდეგ, მიზნობრივი სანქციები ივანიშვილის, მისი გარემოცვის და დამნაშავეების წინააღმდეგ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დასკვნის არის მოწოდება წევრ სახელმწიფოებზე, რომ აამოქმედონ სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტრუმენტები. მათ შორის მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც ცნობილია ჰააგის ტრიბუნალის სახელით. მიმართონ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს. მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ. რატომ? იმიტომ რომ სოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს და ასევე სახელმწიფოებმა გამოიყენონ ეგრეთ წოდებული უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია უნივერსალური იურისდიქციის უფლებამოსილება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები და დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამაში. ასე რომ რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია ქართველი ხალხის მხრიდან, განაჩენი რეჟიმის წინააღმდეგ გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია საზოგადოების საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში და ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა.